ჩვენ დავბრუნდით ეთერში დიმიტრი ხუნდაძე, ქართული ოცნება, რომან გოცირიძე, ნაციონალური მოძრაობა. ჩვენ საუბრობთ ეკონომიკურ პოლიტიკაზე, ასევე დაპირებებზე ვაპირებთ საუბარს, რაც ექნება როგორც ხელისუფლებას, ასევე მთავარ ოპოზიციურ ძალას ამ სტუდიიდან ყოველ შემთხვევაში. ბატონ რომან, მე ახლა წინ მინდევს თქვენი პლატფორმა ეკონომიკური, სადაც არის ისეთი საკმაოდ ძელი ჩამონათვალი, როგორც ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობის, ასევე მეწარმეობის ხელშეწყობის, ასევე სოციალური ნაწილიც არის გათვალისწინებული. მე მაინტერესებს არსებობს თუ არა რაიმე ამ ჩამონათვალში ისეთი, რაზეც სიტყვით, რომ ეს კარგი გააკეთა ოცნებამ, თუ კი მოხვდებით ხელისუფლებაში, ამას ჩვენ განვაგრძობთ, თუნდაც ფორმირებულს, მაგრამ რაღაცნაირად ვეცდებით, რომ არ შევაჩეროთ. Ну, ჯერეთი რადგან ოცნება ახსენეთ, მე მინდოდა ჩემ პროგრამაზე მელაპარაკა და უფრო კარგად გამესტო მაყურებლებისათვის, მაგრამ რადგან ოცნება ახსენეთ, ისე მიგეკითხათ, რომ ოცნებას არავითარი პროგრამა არ აქვს, ველოდებით აგერ და ხალხი წარს რომ მაიტა პროგრამა მაიტა ნასოსი მოიყვანეს ხელისუფლებაში და დასვეს ტექნოლოგიის ამაღლების რაღაც პრეზიდენტად, მაგრამ პროგრამა არ მაიტანეს, როგორც ითქვა და მე რასაც ვისმენ რეგიონებში პრემიერ-მინისტრის ასე თქვა განცხადებებიდან მათი პროგრამა არის ის რომ დაასაქმებენ პენსიონერებს, ნაცვლად იმისა რომ დაასაქმონ პენსიონერების შვილები და შვილიშვილები, ის რომ რაღაც კიდე რამ ხო და გზები გაყავთ რაღაცა 1.5 მილიარდის ხაშურამდე ვერ ჩავიდნენ და თებს ხრეტავენ და სადღაც უნდა გავიყვანოთ 50 კილომეტრის, სადაც იქნება 50 ხიდი და 50 გვირაბი. ანუ 1 კილომეტრში იქნება 1 ხიდი, 1 გვირაბი. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ანუ და თანაც ამაყობენ რომ სოფლიოში ყველაზე დიდი გზა იქნება და სადაც იქითკენ გუდავრიდან რაღაცას გახრეტენ. ანუ ესე არის უფრო ცივილური ზღაპრები ვიდრე წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ამიტომ მე არ ვიცი რა საპირებს ქართული ოცნება. დაიწერა რომ 8 რიცხვში იქნება პროგრამა. როგორც კი 8 რიცხვში იქნება პროგრამა, მე გაზრდ პირობას რომ 9 რიცხვში მოვაწყობ ძალიან დიდ პრესკონფერენციას პირდაპირ სტრიმით ერთ-ერთი პარტიის ოფისიდან ერთ-ერთი ასე ვთქვათ დარბაზიდან და ამ პროგრამის ასე ვთქვათ დეტალური ანალიზი მექნება. ვინაიდან რეალურად მათ არ ქონიათ 4 წლის განმავლობაში პროგრამა. იყო ერთი პროგრამა რაღაც 2020, რომელიც იმ წუთას მოკვდა, რაც ლარი ჩამოიშალა და იმ პროგრამის არსეთი დებულება არ შესრულებულა. პირიქით, იქ რაღაც კარგი თეზისებიც კი, რომელიც მაინც და მაინც არალიბერალურად არ ჟღერდა, იმასაც კი გვერდია აუქციას და სხვა მმართველები წავიდნენ. რაც შეეხება ჩვენ პროგრამას, მე მინდა ვთქვა, რომ საქართველოში ეკონომიკური აზრი ტრიალებს ნაციონალური მოძრაობის ვარდების რევოლუციის შემდგომ შექმნილი პროგრამიდან, რომელიც არის მსოფლიოს საჩვენებელი. სწორედ დერეგულირება, ლიცენზიების გამარტივება, გადასახადების 21-ის ხუთამდე ჩამოყვანა და მთელი ეკონომიკური ფილოსოფია დღეს პოლონეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე იყო ჩამოსული და ჩვენ შევხვდით, მე და გიორგი კანდელაკი. და უნდათ და ელჩიც ესწრებოდა. საუბარის თემა იყო, რა გააკეთეთ თქვენ 2004-ში, ეს საოცრება. ჩვენ გვინდა რომ ვისწავლოთ ეს და ჩვენ ამავე დროს ხვდებოდეთ ხელისუფლების წარმომადგენლებს და ხელისუფლება არ ულანძღიათ თქვენს რომ ისინი აკეთებენ აი ამ პროგრამის გაგრძელებას. ყველაფერი აი ამ პროგრამის ირგვლივ ტრიალებს. ჩვენი პროგრამით ტრიალებს იმ 2004 წლის პროგრამის ირგვლივ. როგორც მზის სისტემის ირგვლივ ტრიალებს ყველა პლანეტა, არა? ოღონდ ზოგი ცოტა შორს და ზოგი რაღაცას პირდება, ზოგი რაღაცას პენსიებს ორჯერ მეცვიდეთ ჩვენ, ან ზოგი დაუშვათ გადასახადებს ორჯერ მეც და ზოგიერთი საერთოდ აუქმებს. ერთ-ერთი პარტია საერთოდ აუქმებს და გადასახადებს 6-დან 2 დარჩებაო, მაგრამ თავარი ფილოსოფია რა არის? თავარი ფილოსოფია არის ის თემატიკა, ის რომელიც ჩვენ შევქმნით როგორც კონცეპტუალური ეკონომიკური ღერძი, რომელსაც როგორც მაგნიტი ასე ვიზიდავდა ვერ გაცდნენ. ხოლო რაც შეეხება ჩვენ და ნახევარ წუთში ყველა სერიოზული პროგრამა ჩვენი პროგრამის ასე ვთქვათ ირგვლივ მოტრიალი სატელიტია. ის ამათი პროგრამა ის იყო ზღაპრები, როდესაც არ მინდა იმის გაგონება. ახლა უფასო შუქი, უფასო ისა, იპოთეკარების ისა და 1000 ზღაპრები, რომელიც ხალხმა გაიგო რომ სასაცილოა და ეს ზღაპრები ზიეთად გადავიდა ვანოს შოუში და კომედი შოუში და ფაქტობრივად ამათი პროგრამა რო არ ყოფილიყო, რა ეშველებოდა ხალხს კომედიური გართობა არ ექნებოდა. და ვანო ჯავახიშვილის შოუ ჯობია ვიდრე ვანო მერაბიშვილის შოუ, რომელიც ძალიან ძიმედ სრულდებოდა მერწმუნით. და სხვათა შორის იმ ეგრეთ წოდებულნ სისხლი ახსენეთ, იმ სისხლიანაც ხა წელიწადმა შექმნა საქართველოს როგორც ქვეყანა, რომელიც არ შემდგარი კრიმინალური სახელმწიფო იყო. და ჩვენ აი ასეთი მიხეილ სააკაშვილი თავისი ნაციონალური მოძრაობით არის ეს ცოტა არ იყოს ღიბილის მომგვრელი ეს ვანო ჯავახიშვილის შოუშიც არ გამოდგება. ამათ არ აქვს პროგრამა. რაზე უნდა თქვან? აი მე თქვენ გეკითხებით, მითხარით აი მე თქვენ გეუბნებთ, წეგან მე ქართული ოცნების პროგრამის თეზისები მითხარით. ერთი წუთი მომისმინეთ.
პროგრამას ჩვენ ერთიანად წარმოვადგენთ და მე არ დავასწრებ რა თქმა უნდა ჩემ გუნდს ეს იქნება განაცხადა თქვენ შეგიძლიათ შემდეგ გინ პრესკონფერენცია მოაწყოთ და გინ თქვათ რაღაცა პანიკა ატეხოთ მაგრამ წეგანდელი თქვენი განცხადება ის რომ თქვათ ღიმილის მომგროლია თქვენთვის და ცინიკური თითქოს თქვათ ხანდაზმულების დასაქმებაზე და ამ ახალგაზრდები დაასახმეთ მაცადეთ თქვენ ისე ვიქხართ თორსა მათ ჩარეცხილებს უწევთ თქვენ უწოდეთ მათ ჩარეცხილები და პენსიონერების დასაქმების პრობლემა არის ქვეყანაში პენსიონერს უნდა მისცეს არ არის ეს ასე სოციალური უზრუნველყოფა კარგი მკურნალობა და ნორმალური მშვიდი ცხოვრების საშუალება ერთიცოთ მომისმინეთ კაცო და არა საკუთარი შრომით თქვენ მოგისმენია დაბერების პოლიტიკის დოკუმენტი კონცეფცია რომელიც ჩემი ინიციატივით გავიდა პარლამენტში და პარლამენტმა მიიღო მოგისმენიათ იქ რაზეა საუბარი და უნდა ამუშაოთ ეს ხალხი არა აი ესე არ მოგისმენიათ მე ეკითხე არ მოგისმენიათ ძალიან ბევრი მიმართულება მომისმინა ზეთათო იმიტომ რომ მე იმიტომ რომ საუბრობთ ამ თემაზე და თქვენ ჩარეცხილები უწევთ მათ და ჩვენ შევქმნით დოკუმენტი დაანებეთ რა ეს ერთი წუთით ვერ დავანებეთ დაანებეთ იმიტომ რომ თქვენ როგორც ექცეოდით ხანდაზმულებს აი ეს იყო თქვენ დამოკიდებულება სწორედ ამ კონცეფციის ძირითადი მიმართულებები არის ის რომ ჯანდაცვი და სოციალური მიმართულებები მათ საჭიროებს ხანდაზმულთა საჭიროებებზე ასევე თაობათა შორის ურთიერთობები უნდა რეგულირდებოდეს და არ უნდა იყოს ძალიან კარგი ძალიან აი მას გქონდეთ კარგი დოკუმენტი იყო მოისმინეთ ნუ გონიათ თქვენ რომ სააკაშვილის გარშემო ტრიალებს სამყარო და ისე თუ მეტად ყურადღებით იქნებ ძალიან ბევრი საინტერესო დოკუმენტი პარლამენტში გამოვიდა ნაციონალურ მოძრაობა საერთოდ არ ყოფილა იქ და არც კი მოусმენია როგორც მე გეუბნებ გითხარით ერთიან ჩვენ გამოვიდა და თქვენ მოისმენთ ამას მაგრამ იგივე ვთქვათ დეკრეტული შეურულების თემა რომელიც იყო აუცილებელი რომ ჯანდაცვის სოფლიო ორგანიზაციის მინიმალური მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო სტანდარტი მინიმალური სტანდარტი ეს შემოვიტანეთ პარლამენტში და მხოლოდ გიგი წერეთელმა დააჭირა ღილაკს ხელი დანარჩენებს ეს მისაღები არ იყო იგივე მაღალმთიან რეგიონების ერთი წუთი მაღალმთიან რეგიონების განვითარების შესახებ კანონი რომელიც არის ფის გადარჩენის საშუალება და ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობა და საბაზო დოკუმენტი თქვენ ამას მხარი არ დაუჭირეთ. ვინ ჩვენ არ დაუჭირეთ? არც ერთმა ნაციონალურ მოძრაობის არც ერთმა წევრმა პარლამენტში არ მიიღო მონაწილეობა. და ვფიქრობ რომ აუდიტორის ნაწილი არ შეიძლება ასე დამოკიდებულება მხოლოდ არ დაუჭირეთ ესე იგი არ ვარგო და მის გარშემო არაფერი არ არსებობს. ბატონო პენსიონერები ვიყურებენ როგორ აპირებთ მათ დასაქმებას ეს რა ტიპის პროექტია? ეს არის ერთ-ერთი შემადგენელი სწორედ იმ კონცეფციისა, რაც არის საკმაოდ მსხვილი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი საჭირო გახდა, იმიტომ რომ ქვეყანაში მიმდინარეობს ერის აქტიური დაბერების პროცესი და რომ იცოდეთ 60-იანი წლების მონაცემებით, რაც განსხვავებულია რადიკალურად დღევანდელისა, მაშინ ბავშვთა რაოდენობა 650,000-ით ჭარბობდა ხანდაზმულთა რაოდენობას და დღეს 100,000-ით ჭარბობს ხანდაზმულების რაოდენობა, ბავშვების რაოდენობას. ამას ჭირდება სწორი გათვლა. მე ამას არ უნდა გახსენებთ თქვენ, იმიტომ რომ ამის თქვენ სპეციალისტი ხართ და საკმაოდ მაღალ პროფესიონალი, უბრალოდ თქვენ ხატავთ. თქვენ მესმის რომ სხვანაირად ფიქრობთ, მაგრამ სხვანაირად ამბობთ. იმიტომ რომ არ მჯერა იმის რომ თქვენ ეს არ გესმოდეთ. არ შეიძლება თქვა აპელირება ისე თემებზე. მე არ მესმის დაზე ლაპარაკობთ. აი ხამწოს დაზე არ გესმით. აი სწორედ ამას გეუბნებთ. თქვენ კარგად გესმით, მაგრამ ხატავთ რომ ეს არ გესმით. ხვევით დიდი ბოდიში, მაგრამ არ მესმის. არ გესმაში მე თვითონ მოგართვებთ იმ დოკუმენტს ერთხელ მაინც ჩაიკითხეთ და მაშინ აღარ გაგიჟდებათ ის განსთან რომ ხანდაზმულებს ჩარეცხილები ეწოდოთ და ეს დოკუმენტი რომ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვისაც რომ არ იყოს საბიუჯეტო რისკები და სწორად იყოს გათვლილი პარტიები რომ გამოდიან და ესტაფეტა გამართეს რომელიც ვიღაცა 50 ლარით უმატებს და ვიღაცა 500 ლარით ან ვიღაცა თქვათ ამცირებს საპენსიო ასაკს ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება აი ამიტომ ერთი წუთი ამიტომ შემოგვაქვს დოკუმენტი წინასაარჩევნო პროგრამა უნდა იყოს დახვეწილი საზოგადოების მოთხოვნათა თანხმდრაში იმ ფინანსურ რესურსებთან თანხმდრაში რომელიც ქვეყანას გააჩნია და არა მხოლოდ პიარზე გაწეული. მე მაინტერესებს რატომ აგვიანებს ოცნება თავისი ეკონომიკური არ აგვიანებს ოცნება გამოიტანს ამ დოკუმენტს თავის დროზე გააცნობს საზოგადოებას და ეს იქნება წინასაარჩევნო ასე ვთქვათ თემატიკა რომელსაც თვითონ მოქალაქეს გავაცნობთ. ბატონო აქცენტების თქმა მაინც რა თქმა უნდა აქცენტები იქნება ის რომ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობის პრობლემა უნდა დაიძინოს ის რომ ეკონომიკის მაჩვენებლები უნდა იყოს
რეალურად ზრდადი და არა თქვა ვირტუალური ციფრებით წარმოდგენილი ის რომ მოსახლეობის ჯანმრთელობა უნდა იყოს დაცული და ადამიანი უფლობის გამო ქვეყანაში არ უნდა იღუპებოდეს ის რომ ძალადობა არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში და 5 გვამი არ უნდა გამოდიოდეს და დღე 2 გვამი არ უნდა გამოდიოდეს ყოველ 5 დღეში თქვენ ეს გეღიმებათ და ეს თითოეული გვამი თითოეული ოჯახის საცოდაობა თქვენ გეღიმებათ ამიტომ თქვენი დამოკიდებულება საზოგადოებისგან ღიმილის მომგვრელი და თქვენ საზოგადოება დააზიანეთ, ქვეყანა დააზიანეთ. ამიტომ გაანებეთ თავი, ან იმუშავეთ როგორც ღირსეული და კონსტრუქციული ოპოზიცია, ან ხელები აიღეთ, თქვა რაღაც აპოკალიფტური სურათის და ამაში თქვენ სარგებელი ნახოთ. გაქვთ რომ თქვენი პროგრამის წარმოსადგენთ და ბატონ დიმიტრი თქვენ შეგიძლიათ გააკრიტიკოთ მისი პროგრამა. რომ ჩვენ ვაგრძელებთ აი ამ დაწყებული რეფორმების მეორე ტალღას. ეს იქნება ახალი ბიძგი, ახალი ენერგია და ახალი იდეები. ძალიან მარტივად გეტყვით. პირველი, ვინც მიყურებთ მე, მცირე ბიზნესის წარმომადგენლები აგერ პირდაპირ თვალებში. არაფერს გადაიხდით, ვისაც დღიური ბრუნვა აქვს 250 ლარი. და ეს არის უამრავი ჯიხური, თონე, ადამიანები, რომლებიც ბოდიში და ტაქსაობენ თუ ტაქსზე მუშაობენ, რომლებიც ეწევიან სხვადასხვა კომერციულ საქმიანობას თუ მომსახურებას. ჩვენ ამ ადამიანს არ განვიხილავთ ბიუჯეტში შემოსავლების წყაროდ. პირიქით ამ ადამიანების შემოსავლები უნდა დარჩეს მათ ოჯახს. ბიუჯეტი პირიქით თავისუფლდება ზედმეტი, ასე ვთქვათ, ხარჯებისაგან. თქვენ არაფერს გადაიხდით. მეწარმეობო, რომლებიც დღეში 500 ლარიან, ასე ვთქვათ, ეკონომიკას ქმნით, ბრუნვა გაქვთ, წარმოება გაქვთ, მომსახურებას ეწევით. გადაიხდით მხოლოდ ბრუნვის 3%-ს. არავით არის ბუღალტერია, არავით არის შემოწმება. მცირე ბიზნესი იქნება ჩვენი დასაქმების მთავარი სტრატეგია. ძალიან კარგია დიდი ბიზნესი, ძალიან კარგია მეტალურგია და ძალიან ენერგეტიკა, მაგრამ ამას უნდა წლები და ეს არის ასე ვთქვათ, არაშრომატევადი. ბიუჯეტის მთავარ რესურსად რა რჩება ბატონო? ეს დღეს ბიუჯეტის შევსების არაფერი წყარო. მეორე, გადასახადები. ჩვენ შევამცირებთ მოგების გადასახადს, გავაქვთ მოგების გადასახადს და განაწილებული მოგების გადასახადი ნაცვლად 15%-ისა, რომელსაც დღევანდელი მთავრობა ამბობს, ჩვენ გვექნება 10%. დღეს ჩვენ ვიხდით 20% საშემოსავლო გადასახადს. იცით რა წერია საგადასახადო კოდექსში? ჩვენ მიერ შექმნილი წერია, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქე თავისი ხელფასიდან უნდა იხდიდეს 15%. ეს წერია კოდექსში, მაგრამ ამ ხელისუფლებამ პირადად ხადურმა გადაავადა ეს მუხლი და მან თქვა რომ მოდით ეს ჩვენ სოციალური დიფერენციაცია გავაკეთოთ გადასახადების. მოდით ღარიბებს შევეწიოთ და ადამიანებს რომელსაც 500 ლარამდე ხელფასი ჰქონდა, ისინი გაათავისუფლოს გადასახადებისაგან. ერთი წელი თუ ორი წელი იმუშავა ამ პროგრამამ და შემდეგ ისევ აღადგინეს. ანუ ფაქტობრივად ხრიკს მიმართეს. აი რაც ეხება და რაც მოთხოვნა საინტერესოა. ამიტომ დღეს გადასახადი არის 15%. ჩვენ როგორც კი მოვათ აღვადგენთ 15%-ს, ხოლო ჩვენი 2019 წელს საშემოსავლო გადასახადიც იქნება 10%. აქციზი 25%-ით შემცირდება და რაც თავარია, ჩვენ გვექნება სხვანაირი სამედიცინო სისტემა, ჩვენ გვექნება ისეთი სამედიცინო დაზღვევა, ისეთი სამედიცინო პაკეტები, რომლებიც დიფერენცირებული იქნება სიღარიბის და მიხედვით და თითოეულ ადამიანს შეიძლება რომ გარდა მკურნალობისა მიიღოს უფასო მედიკამენტები. ბიზნესი გათავისუფლდება წინახისაგან. ბიზნესი გათავისუფლდება წინახისაგან. გაუქმდება ფინანსური პოლიცია. გარდა ამისა, ბიზნეს დავის საშუალება ექნება უცხოეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში. აღკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე. დააშავე ეკონომიკურად, დაისაჯე ეკონომიკურად. მე მგონი ამის ლიბერალიზაციას ოცნებობს ანონსებს უკვე 500.000 ლარის ფარგლებში ეს არ იქნება კრიმინალი და ბოლოს კიდევ ერთი. ხარ დამნაშავე, დამთავრდა სასამართლო პროცესი. ნუ მაპატიმრებ წინასწარ, არ გავბივარ არცა ჩამოვართვი პასპორტი და არ გამიშვა საზღვარგარეთ, წინასწარი პატიმრობა ეკონომიკური ხასიათის დანაშაულზე გაუქმდება. ჩვენ ეს არის და უამრავი სხვა რევოლუციური გეგმა 50 ლარის და პენსიების პირველივე დღეს ნოემბერში 1 ნოემბერს გექნება 50 ლარიანი პენსიების და შემდეგ მომატებული. ბატონ დიმიტრი, აი ეს არის ჩვენი გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილი. და ბოლოს, არა ბოდიში დავამთავრებ 15 წამი. და თქვენ გონიათ რომ ეს გეგმა არის, ასე ვთქვათ, გაზვიადებული? გაიხსენეთ 2004-ში 26 გადასახადიდან რომ ჩამოვედით 5-მდე. მაშინაც ყველას ეგონა ფანტასტიკა. არ ჯეროდა სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, თელ მსოფლიოს, მაგრამ ჩვენ მოვახდინეთ საოცრება. ეხლა იქნება საოცრების გაგრძელება და ის თუ როგორი ბიზნესით ამუშავდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. ლიმიტირებულები ვართ დროში, მადლობა. მსოფლიოსაც არ ეჯერა თუ რა წარმატებებზე თქვენ გავხვიდოთ, ნამდვილად არ ეჯერა მსოფლიოს და სამყაროს თქვათ
რა შედეგზე გახვიდოთ, ეს შედეგი იყო მერვე ადგილას ვიყავით ძალიან მძიმე. ეხლა ვართ 24 ადგილზე თქვენ დროს. თქვენი დაპირებები, რა თქმა უნდა, 16 წავედით უკან. ბატონო რომანი შეშეძლო. თქვენი დაპირებები, რა თქმა უნდა, იქნება უხვი, იმიტომ რომ თქვენ რომელი არ მოგწონთ ოპოზიციას ვერ გასწრებით. არა, ერთი სხვა რამეს ვამბობ. უფრო მეტად მოსაწონი შეგიძლიათ კიდე თქვენ. არა, მეტია მოსაწონი მეტი თქვენ იმდენი ვერ შეხვდათ პარლამენტში, რომ მართველი გუნდი იყოთ, ამიტომ თქვენ მერე გექნებათ ამის მიზეზი, რომ არ აგვირჩიეთ იმდენი, რომ თქვათ ვიყოთ მართველი გუნდი და ეს დაპირებები რა თქმა უნდა ჩვენგან შეუძლებელი. თქვენ ახლა ერთი წუთით რა. თქვენ საუბრობთ ხო, ვაცადე. ბატონო, ძალიან თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ თქვათ მედიკამენტებს გახდით უფასოდ ხელმისავს, რატომ მანამდე არ გააკეთეთ ეს? თქვენ საუბრობთ იმაზე, რომ ბიზნესი იქნება თავისუფალი. მანამდე სხვა დრო იყო. ეხლა ბიზნესის თავისუფლებაზე თქვენ რომ საუბრობთ, მანამდე რატომ არ ქონდათ ბიზნესის თავისუფლება, როცა გამეხდებოდა ქონებების გადაფორმება და რა ვიცი გაურკვეველი სამართლები. სად არის ეს გადაფორმა? რატო არ აღადგინეთ სამართლებს? ერთი წუთით, 4 წელს დაუბრუნეთ ქონება. არ მასეთ. ანუ არ ყოფილა ეს ზღაპარი ყოფილა. სამართლების აღდგენა ყოფილა მითი. რატო არ დაუბრუნეთ? სასამართლო გადაწყვეტილებები მხოლოდ 1% ქონდა თქვენ გამომართლებელი განაჩენები მხოლოდ 1%. რატომ არ აღადგინეთ? სწორედ იმიტომ იყო, რომ 3500-დან პატიმრების რაოდენობა გაიზარდა 25000-მდე და თქვენი დამოკიდებულება ერთი წუთით ალბათ. არა, ეს სხვადასხვა თქვენი პრეზიდენტის აპარატში მუშაობდა ეს ადამიანი დააზუსტეთ. სამჯერ იყო იმ დროს ეს ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. მაგას არ აქვს მნიშვნელობა. კი, მაგრამ თქვენ ხელისუფლებაში იყო ეს ადამიანი, მაგრამ ისევ მცხეთის მაგალითზე მოგიყვებით. სულ 2 წლის განმავლობაში დღეს რაც მოვიძიე 4 მილიონი 4 მილიონი კვადრატი მიწა გაყიდულია მოქალაქეები და ადგილობრივი მოსახლეობა დატოვეთ საძოვრებისა და სახნავს ათესის გარეშე. აი ეს იყო თქვენი დამოკიდებულება. თქვენთვის იყო ქვეყანა გემრიელი ნამცხვარი, რომელსაც ჩამოჭრიდით. ხან ერთი მხრიდან, ხან მეორე მხრიდან. 4 წლის განმავლობაში 4 დაუბრუნეთ ქონება და არ წარმოიდგინეთ რომ ეს არის რეალობა. ეს არის რეალობა. 180 ფაქტი იყო მხოლოდ ქონების ჩამორთმევების. აქედან ნახევარზე მეტი მინისტრების ცდელობა, რომ თქვა ხელისუფლებაში მოგვიყვეთ, მაგრამ საზოგადოება ამას არ დაუშვებს, იმიტომ რომ საზოგადოებას არ აქვს ღრმა ამნეზია. არ აქვს ღრმა ამნეზია და ახსოვს ყველაფერი ხოლმე ძალიან წარედ ახსოვს. ერთი შეკითხვა და კიდევ ერთხელ თქვენ პოლიტიკურ ასე თქვა მომავალს დაგისრულებთ საზოგადოება და პოლიტიკურ ძალიან მსხვილ წერტილს დაგისვამთ. ერთ შეკითხვას დაგისვამ და მე გავჩერდები. აი ამ პროგრამიდან რაც მე მოვყევი, რომელი არ მოგწონთ? ერთი მითხარით რომელი არ მოგწონთ? თქვენ უფრო მეტად მოსაწონი შეგიძლიათ შეთავაზოთ საზოგადოებას, მაგრამ თქვენ თავისუფალი ხართ იმისაგან, რომ ეს თქვენი საკეთებელი არ იქნება და გასამართლებელიც გექნება. თქვენ რომელს გააკეთებდით ჩვენი პროგრამით? მე გავაკეთებ იმას, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მილიონზე აიყვანს მათ რაოდენობას, მე გავაკეთებ ისე ჩემს გუნდთან ერთად, რომ სოციალურად დაუცველთა სტატუსი თავისუფალი იყოს, ბაცადეთ, თავისუფალი იყოს პოლიტიკური შემადგენელისაგან, რომ საარჩევნო კალენდარს არ მიყვებოდეს. მე გავაკეთებ იმას, რომ ქვეყანაში კოდეინის შემცველი პრეპარატები 2012 წელს პიკური მაჩვენებელი 14.5 მილიონი ერთეული რომ არ შემოვიდეს. თქვენ დროსაც შემოვიდა, არადა სამედიცინო მოხმარებისათვის არის მხოლოდ 4500 ერთეული საჭირო. პოლიტიკური შემადგენელისაგან გავათავისუფლებ სასამართლოს, რაც უკვე არის თავისუფალი, მაგრამ ბოლომდე ძალადობა, რომელიც თქვენი მოგონილია. ანუ ჩვენი პროგრამა მოგწონთ? თქვენი პროგრამა არ მომწონს თქვენი პროგრამა, იმიტომ რომ ჩვენ უკეთეს პროგრამა შევთავაზეთ, უკეთესი იქნება ის იმით, ის იქნება რეალისტური და ის იქნება საზოგადოებისათვის. პროგრამა გამოდის 9-ში დამეძახე და მე გაჩვენებ. აუცილებლად მოგიწევთ ორივეს და აუცილებლად თუ თქვენ არა და თქვენთან ერთად ან კიდევ ყველა პარტიის დაინტერესებულ წევრს და ექსპერტებსაც ამ თემასთან დაკავშირებით. დიმიტრი ხუნდაძე, რომან გოცირიძე იყვნენ როიანის სტუმრები. მადლობა მათ და მადლობა თქვენ ყურადღებისთვის.